3,000 მეტი გიცხოვრიან როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერსას ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც მოგესალმებით, გამარჯობა მეგობრებო. ვაგზავნებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის წევრები. ეს გადაცემას მედის YouTube არხზე საქართველოს სამეფო კლუბის ეგიდით, სახელით. ლევან ბერაიას ავტორ გადაცემა გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ლევან ბერაია. საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარის წარმომადგენლის აქვს მიღებული მონაწილეობა აღოქმის აღშენებლებაში. ამას ჩვენ ესე იგი ვიმეორებთ უკვე პირველი დღიდან. 77 გადაცემაა დღეს და პირველი დღიდან ვიმეორებთ ამას, იმიტომ რომ მართლა ასეა. საქართველოში ყველა გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას აღოქმის აღშენებლებაში. ჩვენ დღევანდელი გადაცემა უფრო განსხვავებული იქნება. იმიტომ რომ ნაკლებად შევეხებით გვარებს და უფრო შევეხებით იმ ათემას ჩვენ დღეს გვაინტერესებს და არა მარტო ჩვენი კლუბი სწორედ ამის გამო და ამ იდეის ირგვლივ შევიკრიბეთ ჩვენი კლუბის თანამოაზრეები. ეს არის სახალხო კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო მონარქია და ამის ირგვლივ გვექნება დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ხვალიდან სხვა შორის ხვალიდან მისცემთ ახალ გადაცემას, ვისაც გაინტერესებთ ეს თემები და მონარქიაზე საუბარი, შეგიძლიათ ესე იგი ჩაერთოთ და ჩამოიწევთ ჩვენი არქი და წვდომა გექნებათ, უფრო მეტი წვდომა. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი კლუბის ახალგაზრდა წევრი, ახალგაზრდული ფრთის ესე იგი ხელმძღვანელი ცოტნე გოგშელიძე. ძალიან კაი ახალგაზრდა, რომელთანაც ერთად ვისაუბრებთ მონარქიაზე და იმ მომავალ სახელმწიფოებრივ მოწყობაზე, რაც გვინდა რომ იყოს საქართველოში და რაც ასე ჩვენ მიგვაჩნია რომ იქნება ყველაზე იდეალური ფორმაცია იქნება და იდეალური წყობა იქნება საქართველოსთვის, რომელიც ყველა ფენისთვის და ყველა ადამიანისთვის იქნება ძალიან კარგი და საინტერესო. მე პირდაპირ დავუსვამ ერთ შეკითხვას, დავუწყებ ასე რა, ცოტნეს წარმოგიდგებათ მე და გაგაცნობთ თავის თავს უფრო კარგად. ცოტნე, რატო მონარქია? ალბათ მოკლე პასუხი ის იქნება, რომ ყველაზე დემოკრატიული მართლობის ფორმაა მსოფლიოში. კი ბატონო, ძალიან კარგი. ეს არის პასუხი, რომელიც მე ძალიან მაყვაყოფილებს და მართლა ასეა. საქართველოს ჯერტი ჩვენი ისტორიის მანძილზე მე ვიმეორებ სახშირად ვიმეორებ მას, მაგრამ ალბათ უნდა გავიმეორებ, იმიტომ ძალიან ბევრმა არ იცის და მინდა ბევრმა გაიგოს ეს. ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში საქართველოს, სადაც ესე იგი ის ფორმულა, რომ ხალხი უნდა ემსახურებოდეს, მეფე უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ხალხი მეფეს, მე მგონი საქართველოში ამართლებს მარტო. იმიტომ რომ ქართველებს 12 წმინდანი მეფე ყავდა. 12 წმინდანი მეფე და საქართველოს უპრეცედენტო ქვეყანაა, სადაც არც ერთი გლეხთა აჯანყება არ მოხდა სოციალურ ნიადაგზე. და ამიტომ ხალხს მსახურებდა მეფე და არა პირიქით. და ამიტომაც ჯერ ისტორიული სამართლებაც იქნება, რომ ეს აღვადგინოთ ყველაფერი რა. და მე კიდე ალბათ უკეთესი მოწყობა იქნება და უკეთესი წყობა იქნება თითოეულ ჩვენგანისთვის და საგარეო ურთიერთობებისთვის. ამასთან დაკავშირებით მინდა ცოტნეს ვესაუბროთ და გავესვა ჯერ გააცანი შენ თავი ცოტნე ვინ ხარ, რა ხარ და ამ შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, რო ქვია მონარქიაზე. შენი შეხედულება მაინტერესებს მონარქიაზე და ამ ხედვა მაინტერესებს. მე გახლავართ ცოტნე გოგშელიძე. თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. ამჟამად მაგისტრატურისთვის ვიმზადები. ჯერ არ დაწყებულა სექტემბრიდან სამეფო კლუბის წევრი ვარ, ალბათ 3 წელი იქნება. შეიძლება მიდის აღარ მახსოვს უბრალოდ მართალია რა თქვა. ხო, რა ჩემ თავზე მეც კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ იმ საკითხზე, რასაც მომართულები ვართ. ან მონარქიაზე და სახალხო კონსტიტუციურ
მონარქიაზე რა აზრის ხარ და რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? კი ბატონო, როგორც აღნიშნე, ეს არის ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ზოგადად საპარლამენტო მმართველობები უფრო დემოკრატიულები არიან ხოლმე, ვიდრე დაუშვათ, როცა ინდექსით ასე არის, როცა იმასთან შედარებით ისეთი ქვეყნები, რომლებსაც საპრეზიდენტო მმართველობა აქვს მაგალითად. საპარლამენტო ასე ვთქვათ, რესპუბლიკაც უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საპარლამენტო საპრეზიდენტო რესპუბლიკა და საპარლამენტო მონარქია კიდევ უფრო კონსტიტუციურია, ვიდრე საპარლამენტო რესპუბლიკა. რატო ხდება ეს? არის თითქოს ეს რა ქვია, თქვარი პარადოქსი, რომ არ არის კაცი არჩეული ხელისუფლებაში არავის მიერ, დაიბადა ოჯახში და ამის გამო თითქოს პრივილეგია აქვს, რომ უნდა დაждდეს და მართოს, მაგრამ იღებს ეს საპირისპირო შედეგს იმას, რომ მაინც ამის მიუხედავად ეს არის უფრო დემოკრატიულები ინდექსში. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ 10 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა, 7-6 ყოველწლიურად ეს ნახდება, ყოველთვის მონარქია ხოლმე და ხალხი ფიქრობს ერთადერთი ჩვენთან, რომ ერთადერთი მონარქია მსოფლიოში არის ბრიტანეთი, მეტი ინფორმაცია არ აქვს. კი ბატონო, სამწუხაროდ ხო, მეტი ინფორმაცია არ აქვს. ამ დროს 1/4 ყველა მსოფლიოს ქვეყნების 54 ქვეყანა არის მონარქია დღეს მსოფლიოში. და ყველა წარმატებულია ყველა წარმატებულია, კი. აი ეს რა ქვია, რო ჩამოვთვალოთ აქ არიან ოპციაში კანადა არის, შვედეთი, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, დანია, ბენილუქსის სამეფო ქვეყანა, მაგალითად ესპანეთი და ასე შემდეგ, ბევრი იაპონია. ძალიან ასეთ ბევრი ქვეყანაა და რატომ იწვევს ხოლმე ეს უფრო დემოკრატიულია? ალბათ იმიტომ რომ მონარქს აქვს ძირითადად ცერემონიალური როლი და ეს სახელმწიფოს მმართველობაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცერემონიალური როლი. ვიღაცა უნდა გააკეთოს, ვიღაცამ გადასცეს წვიმებათა სიგელები, ელჩებს, ვიღაცა შეხვდეს. ამის გარდა რაც ძალაუფლება აქვს, ეს არ არის მარტო რომ ბუტაფორია არის და ცერემონიალური როლი აქვს. მხოლოდ ეს არ არის. მას აქვს ბევრი ძალაუფლება, რომელსაც ის უბრალოდ არიყენებს და არის მისთვის სარეზერვო. სარეზერვო რა შემთხვევაში? კონსტიტუციით გაწერილ შემთხვევაში, რომ გამოიყენოს მან თავისი ძალა და მაგალითად დაშალოს პარლამენტი, როცა ეს კონსტიტუცია ამას მოითხოვს, გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, ესეც მის არის ყველაფერი გათვლილია, ოღონდ რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ამის საპირისპიროდ გამოყენება პირველ რიგში თვითონ მონარქს არ აწყობს საკუთარი ნებით ამ ყველაფრის გაკეთება, რატო? იმიტომ რომ მონარქია დგას უფრო ავტორიტეტზე და თუ მეფის ავტორიტეტი შეილახა, ამას მოყვება ხოლმე მონარქიის დაცემა. პრეზიდენტის ავტორიტეტი შეილახა, შეიცვლება უბრალოდ პრეზიდენტი და სხვა დარჩება რესპუბლიკა. კი ბატონო. თუ მეფის ავტორიტეტი შეილახა, ამას ხშირად მოყვება ხოლმე მთლიანად მონარქია. დინასტიური ცვლილება მოყვება ამას და მე მგონი არც მეფეს არ უნდა ეს დინასტია. ახლა დინასტიური ცვლილება შეიძლება, ანუ შუა საუკუნეებში ამას შეიძლება სხვა მეფე მოყვება, დღეს ამას მოყვება რესპუბლიკის ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა. ამიტომ მეფეები ყოველთვის არის ესე დადგენილი და წესით ესე მოითხოვს მათგან რომ იყვნენ ნეიტრალურები პოლიტიკაში და ეს წესი გააკავებს ხო ხშირად კითხულობენ და პირველ რიგში მის ინტერესშია რომ ის იყოს ნეიტრალური და გააკავოს ამ წესმა, იმიტომ რომ როგორც კი ის დაიწყებს ერთი მხარის არჩევანის საფიქსირებას, დაუშვათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიემხრობა, მეორე მხარე ბუნებრივია 40% მაინც მის აზრზე არ იქნება და ეს მის ავტორიტეტს ძალიან ურტყავს და ამიტომ ისინი ცდილობენ ნეიტრალური პოზიციის დაკავებას და ამის გამო მათ ყოველთვის ისეთი ავტორიტეტი აქვს მხარდაჭერა მოსახლეობაში, რომელსაც არ არის ხოლმე ასეთ ქვეყანაში, მაგალითად და ყველაზე დაბალი არის ესპანეთში და აქ არის 65%-ზე მეტი მონარქის პოპულარობის მაჩვენებელი და ასეთი არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს. შეიძლება რა ქვია, ყველაზე მაღალი რეიტინგი როცა ქონდა ჯორჯ ბუშს და პოპეს თამჯერები დაანგრიეს, იმასაც არ ქონია ამ ყველა მხარდაჭერა, რაც აქვს ხოლმე მონარქს, მაგალითად დანიაში 80%, 85%, ნორვეგიაში და ასე შემდეგ ძალიან მაღალი მაჩვენებლებია ხოლმე. ეს არის ანუ როგორც გამოდის, როგორც შენ ნანაკრაგენ მეც გეთახმები, რა თქმა უნდა, თავდაპირველად მონარქია არის ნეიტრალური პიროვნება, რომელიც ესე იგი აბალანსებს, მხარეებს აბალანსებს და რომელიც ესე იგი ინარჩუნებს, ესე იგი გამაერთიანებლებს. რა თქმა უნდა, კი, ამიტომ ეს ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. სხვათა შორის, აი ჩვენ არის სეპარატისტული პრობლემების მქონე ქვეყნებში, საერთოდ უფრო ხშირია ხოლმე მონარქია, მაგალითად ბელგია, სადაც ფაქტიურად ორი ერითან ცხოვრობს, ამას მეფე არის მათი ერთადერთი მთავარი გამაერთიანებელი. გარანტია ისი რომ ესე იგი ეს ქვეყანა შეინარჩუნებს. ესპანეთი, სადაც კატალონია და ბასკეთი და ასე შემდეგ პრობლემები არის და ბრიტანეთში, სადაც ჩრდილოეთ ირლანდია იქნება ეს თუ საერთოდ შოტლანდია, ინგლისი და უელსი ეს საერთოდ შეიძლება იყო გაყოფის ცდილობები ხო 2012 წელს რეფერენდუმი იყო და ასე შემდეგ. ეს მონარქია ახლა წებოთი კი არ აწევს ამ ქვეყნებს ესეთ, მაგრამ ისინი რა უყურებენ რომ ატყობთ ერთი მეფე და
საერთოდ ასე ვთქვათ, უფრო ერთიერის განწყობას უფრო უყალიბებთ და ეს ძალიან ეხმარება ამას. რომ იყოს რესპუბლიკა დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, აქამდე დაიდება და ამითი არის ძალიან მომხიბვლელი და მიმზიდველია ეს ყველაფრისთვის, ყველაფერი და ჩვენთვის საქართველოს იმაში რა რეალობაში ეს რა იქნება, როგორ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახლა არ ვიცი თქვენს ახალგაზრდა თაობაში როგორა არ ვიცი ახლა იმიტომაც მინდა რომ იმიტომაც ხარ აქ და იმიტომაც გვინდა შენი აზრი გავიგოთ. ჩვენს თაობაში ცოტა სხვანაირი შეხედულება აქვს ამ ყველაფერს. მე გონიათ რომ დავუშვათ მონარქიასთან ერთად მოვა ესე იგი ბატონყობა მოვა და ეს ბატონყობა მაშინ არ ყოფილა საქართველოში როცა მეფე ყავდა. მაშინაც პატრონული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენ ყოველთვის ესე იგი წოდებებს შორის იყო ძალიან ესეთი მეგობრული და მამაშვიდური დამოკიდებულება იყო. მე არ მახსოვს არც ერთი ფაქტი, იმიტომ რომ წესი და რიგი არსებობდა. წესი და რიგი რომელიც დასავლეთში უფრო კი ბატონო ურთიერთობები კი ბატონო და აღმოსავლეთში კი რა თქმა უნდა აღმოსავლეთში და დასავლეთში იმიტომ რატო აზრევინებდა ეს კაცი იმას და ის როსპაშოს კიდე რა მინდა თქვა იცი აი ძალიან ხარ რომ მე აწეღან გაჩვენე ის აქ სადაც ჩვენ ესე იგი ძალიან დიდი ის გვაქვს წომა გვაქვს ამ არქივებში და რაღაცებში მეტრიკულ ჩანაწერებში და ძველ საბუთებში არზებში დაუშვათ და ესეთი ფაქტებიც ვინახია რომ ესე იგი მეფის წულს, მეფის შვილს გლეხი ნათლავდა. ეს საქართველოს სოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ამას პრეცედენტი. წარმოგიდგენე, თავად ზდიდა, ესე იგი, თავად იშვილს გლეხი ზდიდა. სხვა ქვეყანაში პირიქით ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები და აქედან გამომდინარე, მაშინ რატო თქვი ახლა რატო მოიყვანე საბავშვო, მაშინ არ ყოფილა ეგეთი რაღაცები, რა ბატონყმა არის პავის რა ქვია, ეს ყველაფერია 21 საუკუნეა გარეთ, კაცო. დადროისედა ამიტომ ეს მინდა ამ თემაზეც მინდა რაღაც 1-2 სიტყვი თქვა. აი შენს იმაში რა ქვია თაობაში რა ხდება? როგორ ფიქრობს ხალხი? შენი ახალგაზრდობა, შენი ტოლი ადამიანები და თუ შეიძლება საერთოდ ამ თემაზე ამ ხალხთან, ესე იგი შენს თაობასთან ლაპარაკი შეიძლება. კი. რას ფიქრობს ძირითადად არ ფიქრობს ამ თემაზე რომ არ ფიქრობს ხო სამწუხაროდ საერთოდ აი პოლიტიკურ ასპარეზზე ჩართული ახალგაზრდები ვინც არიან ისინი განიხილავენ დაავადებული პოლიტიკურ დღის წესრიგს და ასე ახლა კონსტიტუციურ სულებას რატო? იმიტომ რომ ვერ ვასწრით ალბათ ხო ინფორმაციას ვერ ვასწრით. ხო ჩვენს ნაკლები ინფორმაციის მიწოდება გვაქვს და ასე ვთქვათ რომ სამ მონარქიულ ასპარეზზეც მე მგონი რომ ჯაბნია ხოლმე ზოგჯერ რაღაცა აი რომელიმე სახე უფრო ცნობილია ვიდრე მთელი ჩვენი სამეფო კლუბი მაგალითად. რა თქმა უნდა, კი ეგეც არის ხო და ამიტომაცაა საჭირო ესეთი ტიპის გადაცემები რომ ესე იგი ჩვენც ცნობადები გავხდეთ და ჩვენც რაღაც ჩვენი აი ეს რაღაც კონცეფციები რომ მივიტანოთ არა მარტო ახალგაზრდობასთან, არამედ დასადოთ მოსახლეობის დიდ ნაწილთან, იმიტომ რომ ამის გარეშე ძანძნელია, შენ მართალი თქვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დღეს პოლიტიკოსი ძალიან ცნობადი სახეა და ადამიანი თავისთავად მიყვება ცნობად სახეს მიყვება. ამიტომ ჩვენც ცნობადები უნდა გავხდეთ, რომ ესე იგი ხალხმა მოგისმინოს. ასე იგი. შემდეგ აი ამ თემაზე ჩვენ გვინდა ჩვენ ყოველთვის ხა ერთადერთი თემა რა ჩვენ გვაქვს დღეს არის აი ეს ოფიო მაგას მონარქია თუ ახალგაზრდების შეხედულება გვაინტერესებს და მაინტერესებს აი კონსერვატიზმი და დაუშვათ ლიბერალიზმი აი რომელი და რატომ ამაზეც გადავალ აი ამაზე ახალგაზრდებზე დავამატე კი ბატონო კი აი რო დაელაპარაკებაც დაუშვათ ხო მე შეიძლება სწრაფად გადმოვიდე შენსაც და ხო პრინციპში რა დაშავდება ჩვენთანაც რომ იყოს ალბათ არც არაფერი იმიტომ რომ ხედავენ რომ ბოლო დღის წესრიგში ესე ვთქვათ პრეზიდენტები დიდად აღარ ამართლებენ ჩვენთან და ხო რა იმედ გამაცრუებელია მათი მოქმედებები პირველი პრეზიდენტის მერე მე მგონი 100 პარ გაამართლა ისო მიდის პრეზიდენტი თავის 20 წლიანი იმას უასრულებს მე წავა სხვაგან იმუშავებს კაცო სულ არ აინტერესებს მაგას ისადა ეს არის ისეთი რაღაცა რომელიც არის და ეს თავის შვილს გადასცეს ის ყოველთვის ეცდება მოუაროს თავის ქვეყანაა და ეცდება მოუაროს თავის ქვეყანას მოუაროს ეს სამსახური არ არის სამსახური როგორ არ არის ერის სამსახურია სახურებაა უბრალოდ სახურება ერთს და ემსახურო თანამდებობა არ არის დიახ შემდეგ გავიცემ რა სიტყვით ახალგაზრდების შეხედულება გასაგებია ახლა მაინტერესებს შენი ახალგაზრდების შეხედულება მაინტერესებს აი კონსერვატიზმი და დაუშვათ ლიბერალიზმი
აი რომელი ჯობია. რომელი ჯობია კი არა, რომელი არის საჭირო. დღეს რატო იცი თითოეული ერის ჩვენ ახლა აქ ლაპარაკობთ ერის დავუშვათ ერის ხვალდელ დღეზე და როგორ იქნება ერის ასე ვთქვათ მენტალიტეტი როგორ იქნება და აზროვნება როგორ იქნება. ჩვენ საერთოდ წავიდეთ კონსერვატიზმისკენ და წავიდეთ თუ ლიბერალიზმისკენ წავიდეთ. რომელია ჩვენი ერისთვის მომგებიანი? აი ეს ცოტა ისეთი რთული კი ბატონო, რთული შეკითხვაა. საერთოდ ახლა ისეთ რაღაცას ვეტყვი, ალბათ შეიძლება ბევრი გავაკვირვა, მაგრამ ჩემი აზრით საქართველოში მონარქისტობა მაინც და მაინც კონსერვატიზმი არ არის, იმიტომ რომ კონსერვატიზმი თავისთავად გულისხმობს ერთადერთი არსებული სტატუს კოში შეცვლილებას და ჩვენთან არსებული სტატუს კო აგერ 1917 წლის მერე არის რესპუბლიკა და კი ბატონო. ასე ვთქვათ, ასეთი დიდი ცვლილებების მომხრე, როგორც სწრაფი და დიდი ცვლილება, როგორც ჩვენ გვინდა, კონსტიტუციური ცვლილება არის ფაქტიურად და სახელმწიფო მოწყობის ცვლილება, ეს მე მგონი უფრო ლიბერალისტი უფრო კი, რა თქმა უნდა, კი. ეს უფრო კლასიკურ ლიბერალისტი და არა თან ვიდრე 100-ზე მეტი უკვე ამითი ასე წელია რესპუბლიკა ვთქვათ, კონსერვატიზმი აღარ ჯდება, მაგრამ ნუ ახლა მაგალითად ბრიტანეთში ეს კონსერვატიზმი იქნება მონარქიის ამ ჩვენ და მოვაგოთ რაღაცა ისეთი საშუალო უნდა მოვნახოთ თუმცა ლიბერალიზმი როგორც დავუშვათ ეს მოდა იმას აქვს ილე ჭაჭოვაძეს ეს ლიბერალიზმი კონსერვატიზმს არ გამორიცხავს. ნუ ეს იგი დაწერილი თუ აქვს ასე რა ქვია ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი და ორივე მხარის დადების და უარყოფის. რა თქმა უნდა, კი ბატონო, კი და ამიტომ ჩვენ რაღაცა შეცმული ჯობია რომ გქონდეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ საერთოდ ჩვენ იდეოლოგია არ გაგვაჩნია სამწუხაროდ აი ამდენი 200 წლის განმავლობაში ჩვენ ეს იდეოლოგია რაც თქო კონდეს ერთსაც თქო კონდეს ხო იდეოლოგია ფაქტობრივად ჩვენ არ აქვს საგვიდეოდ არ ვიცით რა და რა უნდა გავაკეთოთ ეგეც არ ვიცით კონცეფციები არ აქვს ის კონცეფციები არა ხო იმიტომ რომ რაღაცა იბძვიან სკამისთვის იბძვიან გავლენისთვის იბძვიან რაღაცის მოპოვებისთვის და ის რომ დავუშვათ რა უნდა იყოს როგორ უნდა იყოს მოწყობილი ქვეყანა ამასთან დაკავშირებით არავინ არაფერი არ იცის სამწუხაროდ და სწორედ აი ეს გარანტი უნდა იყოს მეფე რომ ესე იგი იმიტომ რომ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში რამდენი მეფე 12 წაღამ თქვი 12 ის ყავდა რა ქვია მაგას წმინდანი მეფე ყავდა ანუ ესე იგი 12 ზნეობრივი გვირი ყავდა რომელსაც ხალხი მეყვებოდა რა ხალხი ესეც ფაქტურად იდეოლოგია იყო ხო ესე იგი უპირველესად იყო საქართველოს იყო და საქართველოს სახურება იყო და მიდიოდა ხა დემეტრი თავდადებულს დაუშვათ არავინ არ ეკაჩებოდა ბინატურად წავიდა თავი იმას კი შეწირე საქართველოს გაიწევდა სადაც დაიმალებოდა და მეფობა შეინარჩუნებდა მაგრამ არჩია წასულიყო იქ იცოდა რაც ელოდებოდა სამაგეროდ ხალხი რო ხედავს ამ ხელა ადამიანი პიროვნება მეფე თავს წირავს ქვეყნისთვის უშუალებელი და უზარმაზარი მაგალითია ზნეობის მაგალითია ხო ასევე უნდა გახდეს ხვალ თუ დაუშვათ დადგება საკითხი მონარქიის საკითხი ისეთი მეფე გვეყოლება რომელიც ესე იგი დაწუნებული იქნება თითეული მოქალაქე რომ ესე იგი ის ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისთვის თავს გასწირავს აი მაშინ ყველა დაუჭერს მხარს ამ მონარქიას და ყველა ესე იგი ზად უნდა იყოს ნამდვილად ასეთი საქმისთვის მაგრამ კი ბატონო ისეთი მხრიდანაც არ უნდა გამოვიდეთ რომ ჩვენ შეიძლება ყველაფერი ხდება ჩვენ ცუდი მეფეების ყოლია რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა მაგრამ რა აქვს კონსტიტუციურ მონარქიას კარგი რომ ისეთი ბაზისი ვერ მართავს ბოლომდე სარეზი შეზღუდული ძალაუფლება აქვს კი ბატონო ფაქტიურად ის სახე არის და დიდი მნიშვნელობა არ აქვს მართალი გითხრათ ის დავით აღმაშენებელი იქნება თუ შედარებით ახლა კი ბატონო აუგიორგი არ უნდა იყოს ნამდვილად ამაზე შევთავაზეთ შეიძლება არ იყოს თავის აღმაშენებელი, მაგრამ თავისი კონსტიტუციური მოვალეობა რაც აკისრია მაინც უნდა შეასრულოს და ეს აუცილებლად კი ბატონო უნდა გამოვიდეს. კი ეს ძალიან აი ეს თავგანწირვა რაც ახსენეთ, ეს შეიძლება ზოგიერთების ხვედრი იყოს ამ მეფეებშიც და ასე რა ქვია დარწმუნებული ვარ ახლა ჩვენი პრეტენდენტი ეგეთი ადამიანი იქნება, ვინც ყავს ახლა მაგრამ ასე რა ქვია ასეთი თქვათ როგორ ჩამოაყალიბებდა ასეთი თავგანწირვა შეიძლება ჩვენ ყველას ვერ მომთხოვოთ ნამდვილად ვერც პრეზიდენტს და ვერც ყველა მეფეს მაგრამ უფრო ხშირია ხოლმე ასეთი შემთხვევები მეფეებში რომ
ყველაფერი უნდა შევადაროთ, უფრო მეტი თავმჯდომარე ყოლია, ვიდრე მეგობარი პრეზიდენტი. პრეზიდენტ ხა რაც ყოლია, არა პროცენტულად შევადაროთ, შეიძლება 20%. ძალიან სულ იმაში ჩავწდება ესე პრეზიდენტობის ინსტიტუტი საერთოდ ვერ ამართლებს. ასე ჩვენ უყურეთ პირველი პრეზიდენტის მერე არ ყოლია არც ერთი ნორმალური პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს უსტიფობს. გავიცი აბა, მემური, გავიცი. ეხლა კიდე ერთი საკითხი რაც ესე იგი აი ძალიან ხშირად მისმევენ ამ კითხვას რა და აი რომელიც ძალიან აღზიანებს რა მეფე უნდა ვარჩინოთ არა იმაზე მეტად ვიდრე პრეზიდენტს ვარჩინოთ მეფე ამ შემთხვევაში ეცოცხლება კონკრეტულ მოვალეობას არის ქვეყნის პირველი პირი და უნდა მიიღოს იმდენი შემოსავალი, რაც სჭირდება მის მოქმედებას, ან იქნება ეს დიპლომატიური ასპარეზი მიულინება და კი ბატონო, თავისი ოფისის და კაბინეტის მუშაობა. კი ბატონო, ამას კიდე დავამატოთ ის, რომ ყოველ 4 წელს ერთხელ არჩევატარებთ არჩევნებს და იმ არჩევნებში არ დაიხარჯება. ეს არგუმენტი გამოგეცალა ხელიდან, რომ პრეზიდენტს აღარ ურჩევს. კი ბატონო, ეხლა გვინიშნავდა პირდაპირ, კი. ეგეც არის. მაგრამ არის კიდე ერთი მისა, დადებითი ნერვების ყოთა არ იქნება. გარდა იმისა, ესე იგი ფინანსურად, ესე იგი უფრო კარგია, იმიტომ რომ არ ეხარჯება ყველა ფული არჩევნებში და თან არის ნერვების ყოთა, როცა ესე იგი დაპირისპირება, უკვე დავიღალეთ, ამდენი დაპირისპირებით, ამდენი გახლეჩვით, ამდენი ხალხში ესე იგი რაღაც თავს როგორ შეიძლება კაცო, ჩვენ ვართ 3 მილიონი ნახევარი ადამიანი, ქართველი 3 მილიონი ადამიანმა ქართველმა ერთმანეთთან რაღაცა ის ვერ გამონახოს, საერთოდ ვერ გამონახოს. რა კარგია, როცა მიყვარს საერთოდ აი ფეხბურთს რატომ მიყვარს ფეხბურთი? ფეხბურთი აერთება, მაშინ აუწდება ადამიანს. კონსერვატორია, ლიბერალია, მონარქისტია, თუ ის არის კომუნისტია, ყველას აუწდება და ერთი იდეა აერთიანებს. ფეხბურთი და მთელი საქართველო ჩვენ ნახეთ, რამოდენიმეჯერ ნახეთ, მთელი საქართველო იყო გაერთიანებული. აი ეს გაერთიანებული საქართველო ძალიან ლამაზია რა. ხო და აი ესეთი გვენახოს, ესეთი სულ მალე გვენახოს ეგეთი საქართველო და მე ფიქრობ, რომ მეფე უნდა იყოს ამ ყველაფრის ესე იგი სული ჩამგვილი. ჩინასთან დაკავშირებით უფრო კომპენსურად გამოიყურება ხოლმე რა თქმა უნდა ეს რა ქვია ფაეტონები და სასახლეები და ასე შემდეგ. აქ ისევ ეს არჩევანი ჩვენ წინაშეა დავუშვათ. ბრიტანეთის მონარქია ბევრად უფრო კომპენსორია, ვიდრე ველოსიპედის მონარქიებს ეძახიან, მაგალითად ბელგიის და ჰოლანდიის მონარქიას დააჭირდება მეფე ქუჩაში. ფეხიდანის და საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უნებრივია ცერემონიებზე იქაც გამოიყენება ეს ეტლების და ყველაფერის, მაგრამ არ არის ეს დავუშვათ იმ ხელა განსხვავება, რომ რაც ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. საერთოდ მაგალითად ბრიტანეთი და ტოგო არის ამ თუთას ერთ-ერთი ქვეყნები, სადაც მეფე გვირგვინს იგავს. დანარჩენ კორონაციის ცერემონიაზე უბრალოდ წარმოდგენილია გვერდით ხოლმე გვირგვინი და გადავა პარლამენტში, მაგალითად ეკლესიის ნაცვლად ბევრ ქვეყანაში ეს არის. თან არის ხო, რატომ ღვთისმკუთხედულია, თან მირონცხებულია, ესე ძალიან დიდ ბევრს ნიშნავს ალბათ რა. მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავეთვალისწინოთ, რომ მეფე არის ყველასე და არა მხოლოდ ერთი. რა თქმა უნდა, კი ბატონო, თან არის კიდე ჩემი აზრით აი ეს როგორც ტიტულატურა როგორც იყო საქართველოს მეფეობის ქართველთა რანთა კახთა და რაღაცა ეს ოვსთა და სომეხთა რაღაცა ეს ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ფაქტობრივად კავკასიის გამაერთიანებელი შეიძლება გახდეს ამ შემთხვევაში ისა რა ქვია მონარქია და შეიძლება ის რაც დავუშვათ მიუღებელი იყოს, დავუშვათ აქამდე იყო მიუღებელი, დავუშვათ ან აფხაზისთვის, ან დავუშვათ ოსისთვის მონარქიის შემთხვევაში იყოს ესე იგი მისაღები, იმიტომ რომ ეს ნათესაური კავშირები რაც ესე იგი სამეფო ოჯახებს ჰქონდა ჩვენ სამეფო ოჯახებს, ამას შეიძლება დადებითი ის გამოიგოს, შედეგი გამოიცხოვდა. დიახ. ამგონია ოსეთი და აფხაზეთი ამ მოარჯულოს მაინც და მაინც შეიძლება პირიქითაც იყოს მაგრამ. არა პირიქით გონია, იმიტომ რომ როგორც კულვარული იმაში, ესე იგი ძალიან ხშირად ესე იგი ის თვითონ ოსებიც კი ესე იგი იმაში ნათესაური კავშირი ჰქონდა ჩვენ ესე იგი ბაგრატიონებთან და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აფხაზებიც ახლა რაც ის არის რა ქვია მაგას ნამდვილი აფხაზები ვინც არის და მე ალბათ ყველა ნამდვილია ვინც ცხოვრობს ისინიც ალბათ რა ვიცი ალბათ ჩვენ ადრეც საუბარი ჰქონდა ალბათ გახსოვს არა იქ საერთო კლუბში ეს აფხაზი
მე არ დავსწრები არასაკმაოდ ხაზები. ხო და ესენიც ცოტა სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს და შეიძლება წამოვიდნენ ამაზე. ანუ ყოველთვის მოსასინჯია ეს თემას მოსასინჯია და შეიძლება ამის ახლა პირველი რაც საქართველოს გაერთიანება მოხდა კიდე ხო? ბაგრატ მესამიდან მოხდა, რომელიც ვიცით ყველა ვინ იყო და რა იყო და ამის ახლა ნახოთ შეიძლება დადებითი შედეგის გამოიღოს ამ ყველაფერმა. მოკლედ რა ვიცი აბა თუ რა კიდე დაამატებ ამას აბა მაინტერესებს შენი აზრი ამასთან დაკავშირებით ამ აფხაზეთის და ოსეთის თემაზე და საერთოდ მაინტერესებს ახლა აი შენ ახალგაზრდების შეხედულება ახალგაზრდული შეხედულება მაინტერესებს აი თუ როგორ უხდები თაობა როგორ უყურებს ამ ყველაფერს როგორც მოგახსენეთ დიდად აფიქრობენ მაგრამ აი ვინც ოდნავ შეიხედა ხო ეგ ხდება ამ თემის მხარდაჭერა ჯერ იმეც დაუშვათ ესე ვიყავი ალბათ იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი დღევანდელ სოფლიოში საკმაოდ პოპულარული სახეები არიან დაუშვათ ბრიტანეთის მონარქები იქნებიან ესენი თუ დანიის თუ ასე შემდეგ ახალგაზრდებში ასე ვთქვათ ცნობილი ხალხი არიან ასე შემთხვევაში ხალხი იცნობს და ამის იქით არ უყურებენ ხოლმე რომ ესენი არიან რა ქვია სელებრიტები ესე რომ ვთქვათ და მსახიობების მსგავსი და აი როცა ჩაიხედებიან პოლიტიკურ პროცესებში რომ რას აკეთებს ეს ხალხი რა მისიები აკისრიათ რომ მარტო ხელის დაქნება ეტლიდან არ არის მათი ფუნქცია და ასე შემდეგ მე რაც უფრო ეცნობიან უფრო მოსწონთ ხოლმე და კი ბატონო როგორც აღნიშნე მე თვითონაც კითხულობ ხო პრინციპში გადაშავდება ჩვენ თანაც ხო არაფერი ხო აი ეს ისინი კიდე ტიტულები რამდენი ტიტულებია გასულ რა ახლა ეს ქვეყანაში გამოიყენება მაგრამ ეს ახლა ხო არ ხო იყო სულ და დავუშვათ ინგლისში ძალიან საპატიო ტიტულებია დავუშვათ რაღაცა ოღონდ ეს არის თავის ცხოვრებაში და მემკვიდრეობით არ გადაეცემა დავუშვათ რაღაცა ესე იგი ბრიტანეთში არის ორი ტიპის თავადაზნაურობის ტიპი კი ბატონო ერთი არის მემკვიდრეობითი რომელიც მოყვება თაობების განმავლობაში და ერთი არის პირადი რომელიც ძირითადად ბარონის ტიტულს გადასცემენ ხოლმე ასე რომ შენ და შენ შვილს გადასცემენ. სერიის უკვე რაინდი არის ის არის და ბარონებს უკვე აქვს პარლამენტში დომის პროვინცია. ანუ როგორც დავუშვათ საქართველოს ძველმაში იყო რა ქვია საქართველოში იყო მემამული აზნაური და აზნაური მესაკარგავი რომელიც ეჭებდა რაღაც საკარგავიდან ეჭებდა აზნაურის ტიტულს და იყო მემამული რომელსაც შთამომავლობით ჰქონდა ესა რა ქვია აზნაურობა ბოძებული. ახლობით ესეთი რაღაცა ეხლა ჩვენ ვერავის ვერ ის წრე რომელიც ეხლა არისტოკრატიული წრე რომელიც დღეს არსებობს ეს ხო რეალობა არსებობდა და თავადაზნაურთა ოჯახის შთამომავლები ჩვენ ესე იგი 1918 წელს უარი ვთქვით ამ ყველაფერზე თავადაზნაურობაზე და დეკრეტით გაუქმდა თავადაზნაურობა და თავიანთი ტიტულები გააუქმეს თვითონვე გააუქმეს ასე რომ ესე იგი დღეს თავადაზნაურები არ არსებობენ ასევე თავადაზნაურთა შთამომავლები არსებობენ და შამავლები ესეც უნდა ვიცოდეთ რომ ახლა გონია რომ თავადი ვარ და თავადი არ ახარ თავადი შთამომავალი ხარ შენ და აზნაური შთამომავალი ხარ და ახლა ვიწრო წრეში რაც გინდეს დააფიქროს ვინ გიშლის და გინდა შეხვედრაც და უშე შეკრებასაც ვინ დაგიშლის და უშე თავად აზნაურები რომ შეიკრიბონ და რაღაც მაგრამ ამას ოფიციალური სახე არ ექნება არასოდეს არ ექნება სანამ თუ დაუშვათ ჩვენ ამაზე შეთანხმებული ვართ პრობლემში მე მგონი რომ უარებთ ჩვენ თავად რა თქმა უნდა მაგრამ ეს იქნება როგორც ჯილდო დიდი ღვაწლისთვის ეს ჩემთვის პირადად მისაღებია მაგრამ საკუთრებულად არ ხდება ხო მაგრამ ამას ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ გახდე ესე იგი ისა რა ქვია მაგას ვიღაცის არა ბუნებრივია და ვიღაცაზე მაღალი ხო რა თქმა უნდა როგორც ვერსების ორგანიზაცია ისე რა თქმა უნდა რა თქმა უნდა როგორც დავუშვათ ეგერ მსახიობს ანიჭებენ რაღაცა თუმცა სამხობლო შეთანხმებული რა ესეც ამაზეც არ არის თანახმობა რომ საერთოდ ტიტულები არსებობს კი რა თქმა უნდა ახსოვსობა ასევე კი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ეს არის ცოტა ისეთი თემა ჯერ თავარია ჩვენ იდეა და ხალხს მივაწოდოთ ის ინფორმაცია თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მონარქიამ სახალხო კონსტიტუციურმა საპარლამენტო მონარქიამ ეს და ქვეყანას თავარი არის ეს და დანარჩენი მე უკვე საქმეა როგორც იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სწავლობები აი დიპლომატიურ ურთიერთობებშიც როცა ასე ვთქვათ პირადი ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე როცა შეხვედრები მიმდინარეობს გინდა პირველ შორის გინდა მინისტრებს შორის და ასე შემდეგ და ყოველთვის მონარქის სიტყვას და მონარქის ვიზიტს და მონარქის ჩასვლას უფრო მეტი წონა აქვს ხოლმე
ვიდრე დავუშვათ პრეზიდენტის უფრო ითვალისწინებენ ხოლმე ესე არის უბრალოდ. კი ბატონო. თუნდაც რესპუბლიკური სახელმწიფოს მეთაურები უფრო ითვალისწინებენ ხოლმე თხოვნას ასე ვთქვათ სამეფოს წარმომადგენლიდან ვიდრე ასე ვთქვათ რესპუბლიკის პირველი პირიდან ხოლმე ესე არის და რატომ აკეთებენ ასე ეს არ არის ეს ალბათ უფრო მეტი სიტყვა და ფასი აქვს დობაც და არ წავაესწრებს და რა თქმა უნდა აბა რა ეგ არის ყველაზე მთავარია როცა ეს არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესია იმიტომ რომ ხო მართალი ხარ რა ვიცი აბა ნახოთ აბა რა იქნება როგორ იქნება მომავალი ჩვენ რა გვინდა ერთი აბა როგორ გავაკეთებთ განახორციელებთ ამას როგორ მოვიტანთ თქვენამდე თითოეულ თქვენამდე ამ ყველაფერს როგორ რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა გვინდა რომ ესე იგი ეს ყველაფერი თქვენამდე მოვიტანოთ რომ ესე მისაწვდომი იყოს თითოეულ თქვენგანისათვის ჩვენ ვიწყებთ ახალ გადაცემას სახალხო კონსტიტუციური მონარქიაზე საუბრები იქნება წამყვანი ესე იგი ცოტნე ხშირი სტუმარი იქნება ჩვენი და ჩვენ ორი რამ გვეყოლება ალბათ რაღაცა ასე დავგებოთ ამ ყველაფერს და წავიყვანთ გადაცემას გვეყოლება მოვიწვევთ საინტერესო ადამიანებს საინტერესო პიროვნებებს და გვექნება ჟაბაასი და მსჯელობა ზოგჯერ კამათით შეიძლება გამოგვივიდეს მაგრამ კამათში იბადება ჭეშმარიტება და ნახოთ რა იქნება მოკლედ ვიწყებთ ახალ გადაცემების ციკლს სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე. უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდრეს მოსრებივა